მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ამერიკელი რეჟისორის და მსახიობის ბრედი კორბეტის ფილმს ბრუტალისტს, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარის 10 ნომინაციაში. ფილმს ნამდვილად აქვს ეპიკური ფილმისთვის დამახასიათებელი ელემენტები, როგორებიცაა მაგალითად ის, რომ ფილმში ასახული მოვლენები არ ხდება წარსულის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში, არამედ მოქმედება წლების მანძილზე, უფრო გრძელი პერიოდის განმავლობაში ვითარდება. ასევე ის, რომ ფილმი მიყვება ერთი პერსონაჟის ისტორიას და გვაჩვენებს მისი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტებს, რომლებმაც პერსონაჟის ტრანსფორმაცია განაპირობა. და თუ სხვა არაფერი, ფილმის ქრონომეტრაჟიც 3 საათნახევარი იმაზე მიუთითებს, რომ ფილმი საკმაოდ ეპიკური უნდა იყოს, მაგრამ არა. No, don't like that. მარკეტინგულად ფილმი შეფუთეს როგორც მონუმენტალური ფილმი, მაგრამ რეალობა არ პასუხობს ამგვარ ამბიციას. ეს ფილმი ძალიან ცდილობს, რომ იყოს დიდებული ფილმი, თუმცა რეალობაში ეს არის საკმაოდ უინტერესო ჩანაფიქრის, კიდევ უფრო უინტერესოდ აღსრულების მცდელობა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი რეჟისორისთვის ეს პირველი სერიოზული ფილმია, კიდევ შეიძლება რომ თვალი დავხუჭოთ ფილმის უარყოფით მხარეებზე, მაგრამ იმაზე რთულია თვალების დახუჭვა, რომ ეს არაფრით გამორჩეული ფილმი ამდენ ოსკარზე იყო ნომინირებული, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ როგორი სასაცილო და არაფრის მომცემი გახდა ოსკარების ცერემონია. და რაღაც მხრივ ამ ცნობილი ადამიანების გამოსაშვებ საღამოს უფრო დაემსგავსა, იმის ნაცვლად რომ იყოს კინოსფეროში მოღვაწე ნიჭიერი ადამიანების აღიარების და დამსახურების აღნიშვნის საშუალება. ბრუტალისტი გვეყვება ებრაელი არქიტექტორის ლაზლო ტოთის შესახებ, რომელიც ცდილობს, რომ მეორე მსოფლიო ომის და საკონცენტრაციო ბანაკების გამოვლის შემდეგ თავი ამერიკაში დაიმკვიდროს. აქვე გეტყვით, რომ ლაზლო ტოთი არის გამოგონილი პერსონაჟი. თვითონ ფილმი რეალურად ისე გადმოგცემს მის ისტორიას, რომ შეიძლება რაღაცნაირად რეალური ადამიანის ცხოვრების ისტორია გეგონოს, მაგრამ ეს ასე არაა და შესაბამისად რთულია გაღელვებდეს ბიოპიკი ადამიანზე, რომელსაც არასდროს უარსებია. მიუხედავად იმისა, რომ ლაზლოს პერსონაჟი შთაგონებულია ნამდვილი ადამიანის, კერძოდ უნგრელი არქიტექტორის მარსელ ბროიერის ისტორიით, რეჟისორს მისი ცხოვრებიდან ისეთი მომენტები აქვს აღებული და შემდეგ შერეული მოგონილ ამბებთან, რომ საბოლოოდ ვერ აღწევს მიზანს, რომ შეკრას საინტერესო ისტორია ცხოვრების მიერ ნატანჯი გენიოსის შესახებ. თუმცა ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი მიზანი სწორედ ეს იყო, რადგან ფილმი ისე მთავრდება, რომ ვერ იგებ რის თქმას ცდილობს ამ ფილმით რეჟისორი და რა იყო მისი მთავარი მიზანი. სწორედ ეს არის ფილმის ყველაზე დიდი მინუსიც, რომ დრამატურგიულად არ იკვრება ერთი ძლიერი ისტორია, არამედ გვაქვს ბევრი სხვადასხვა ამბავი. ფილმიც ამ მხრივ დაახლოებით 4 ნაწილად შეგვიძლია რომ გავყოთ, რადგან მასში 4 ისტორიული პერიოდია აღებული და ყველა მათგანში სხვადასხვა საკვანძო თემაა განხილული. ზოგიერთ მათგანში, მაგალითად ფილმის დასაწყისში, სადღაც პირველ საათში, რომელიც ფილმის ერთადერთი ძლიერი მომენტი მგონია, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ამერიკაში ჩასული მიგრანტის გამოცდილებაზე და იმდროინდელ 50-იან და 60-იან წლების ამერიკულ კაპიტალიზმზე, რომელიც აღორძინების ზენიტშია. ზოგიერთ სცენაში ჰოლოკოსტ გამოვლილი ებრაელების ისტორიაზე და ანტისემიტიზმზე უფრო კეთდება აქცენტი. ზოგში კი იმ პერიოდის ბრუტალურ არქიტექტურაზე და მთავარი პერსონაჟის არქიტექტურულ გენიაზე. ზოგში მის ოჯახსა და პირად ტრაგედიაზე. მოკლედ, ერთდროულად ძალიან ბევრი თემის განხილვას ცდილობს ფილმი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ახერხებს ვერცერთი მათგანის ბოლომდე სიღრმისეულ შესწავლას. ამიტომაცაა, რომ ფილმი მთავრდება და ვერ ხვდები რას უყურებ. ფილმის მთავარი სათქმელი სავარაუდოდ უნდა იყოს ის ფრაზა, რომელსაც ფილმის ეპილოგში ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს და რომელსაც საშინლად არ ვეთანხმები. კერძოდ ის, რომ მთავარი არის დანიშნულების ადგილი და არა იქამდე მისასვლელი გზა. ანუ, რა გამოვიდა, რომ ლაზლოს მიერ გამოვლილი ამდენი ტანჯვა და უბედურება არაფერს არ ნიშნავს და მხოლოდ მისი არქიტექტურული მემკვიდრეობაა მთავარი? ამ სიტყვებით თითქოს ფილმმა ხაზი გადაუსვა თავის თავს, მის პერსონაჟს და ყველაფერ იმას, რაც ლაზლომ გამოიარა. მაშინ რაღა საჭირო იყო მთავარი პერსონაჟის ამდენი ტანჯვის ჩვენება ამ ფილმში, თუ მთავარი არა ეს ყველაფერი, არამედ მის მიერ შექმნილი შენობების დიზაინია. პირიქით, ეს ნაგებობები ხომ ზუსტად იმიტომაა ორმაგად შთამბეჭდავი, როცა იცი თუ რის ფასად დაუჯდა მის შემქმნელს ეს ყველაფერი. მოკლედ, ფილმის მეორე ნახევარი ისედაც არასწორხაზოვნად ვითარდებოდა და ამ ფრაზით საერთოდ ავირია. ამას ემატება საკმაოდ ცუდი მონტაჟი, რამაც ცოტა არ იყოს და გამაკვირვა ამ დონის ფილმში. განსაკუთრებით ფილმის ბოლოს, ეპილოგის ნაწილში, სადაც სიტყვის გამომსვლელი PowerPoint-ის პრეზენტაციით აჯამებს ლაზლოს შემოქმედებას და ფილმის ნაცვლად დაბალი ხარისხის slide shows ვუყურებთ. და ზოგადად ვთვლი, რომ ეს ეპილოგი ალბათ აღარც იყო საჭირო, რადგან ფაქტობრივად გადავახტით ლაზლოს ცხოვრების იმ ნაწილს, სადაც მან დიდება მოიპოვა და უცებ ამ PowerPoint-ის პრეზენტაციით და happy end-ით მთავრდება ფილმი. გარდა ეპილოგისა, კიდევ იყო სხვა ასეთი რაღაცები ფილმში, რის არსებობასაც ვერაფრით ვერ ვხსნი. მაგალითად იმას, რომ ფილმის განმავლობაში პერიოდულად გვესმის სატელევიზიო შოუს ხმები, რომლებშიც საუბარია იმ პერიოდში მომხდარ ისტორიულ მოვლენებზე. მაგრამ ამ
მოვლენებს არანაირი კავშირი არ აქვთ სიუჟეტთან. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენონ ის თუ რომელ წელს მიმდინარეობს მოქმედება, მაგრამ რეჟისორი წლებს ისედაც აკონკრეტებს და ამიტომ ვეღარ ვიგებ ეს არაფრის მომცემი ელემენტი ამდენჯერ რატომ გამოიყენა. ერთხელ რომ ექნა კიდევ ხო, მაგრამ საკმაოდ ბევრჯერ ვხედავთ ამგვარ სატელევიზიო მონაკვეთს. კიდევ ერთი სცენა, რომლის არსებობას ასევე ვერაფრით ვხსნი და იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ, არის ის სცენა, რომელშიც ვხედავთ ლაზლოს დიშვილს და ლაზლოს პროტეჟეს, მდიდარი ამერიკელი არისტოკრატის ჰარისონის ბიჭს. ტბასთან რამდენიმე წამიან კადრში და ამის მერე უცებ ვხედავთ თუ როგორ უერთდებიან ეს ორნი დანარჩენებს პიკნიკზე. მაგრამ ვერ ხვდები ტბაზე ერთად ყოფნის პერიოდში რამე მოხდა მათ შორის თუ არა და თუ არ მოხდა, მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო ეს სცენა. ვიფიქრე, რომ ალბათ მოგვიანებით მაინც გავიგებთ თქო, მაგრამ ვერც მოგვიანებით ვიგებთ ამორის ურთიერთობაზე ვერაფერს. სულ ისეც რომ არ გამომივიდეს, რომ ცუდის მეტი ვერაფერი დავინახე ამ ფილმში, ცოტა დადებითებზეც ვისაუბროთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მსახიობების, განსაკუთრებით კი ედრიან ბროუდის, ფელისიტი ჯონსის და გაი პირსის შესრულება. ფილმი არის ძალიან dialogue heavy და წარმომიდგენია რამდენი სამახსოვრება მოუწევდათ მსახიობებს. განსაკუთრებით კი ედრიან ბროუდის, რომლისთვისაც ძალიან რთული უნდა ყოფილიყო ამდენი ტექსტის დამახსოვრება, რადგან ამ ყველაფერს უნგრული აქცენტით ამბობს. და მართალია, რომ მისი უნგრული აქცენტის გასაუმჯობესებლად AI გამოიყენეს, მაგრამ ეს არ ამცირებს მის მიერ გაწეულ შრომას. ასევე უნდა აღინიშნოს ფილმის საუნდტრეკები. ასევე თვალს ვერ დავხუჭავთ ძალიან ლამაზ სინემატოგრაფიაზე, რაშიც ფილმმა ოსკარიც კი აიღო. თუმცა დღემდე არ მესმის ამ კატეგორიაში როგორ არ იყო ნომინირებული დიუნის მეორე ნაწილი. Anyway, დადებით მხარეებზე საუბარს შევეცადე, მაგრამ აქაც კი რატომღაც მაინც უარყოფით ვუბრუნდები. ამიტომ ერთ ძალიან დადებით მხარესაც აღნიშნავ და ამით დავამთავრებ ვიდეოს. ფილმის პირველი opening სცენა იყო ძალიან შთამბეჭდავი. ამ სცენაში ჯერ ვერ ხვდები სად არის ლაზლო და ბოლოს აცნობიერებ, რომ ეს რეალურად არის ნიუ-იორკის პორტში შესვლის სცენა, რა დროსაც გემზე მყოფი ლაზლო სხვა მიგრანტებთან ერთად ხედავს თავისუფლების ქანდაკებას. მაგრამ საინტერესო ისაა, თუ როგორ ვხედავთ მას ჩვენ, თითქმის თავდაყირა ამოტრიალებულს. რაც ძალიან ძლიერი მესიჯია, რომ ამ ფილმში არ ვიხილავთ სტანდარტულ რომანტიზებულ ამერიკას თავისი ამერიკული ოცნებით, არამედ რაღაც სხვას. და ამ სცენის მერე მახსოვს ამით გავიფიქრე, რომ გონი ძალიან მაგარი ფილმი მელოდება თქო წინ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ფილმმა ცოტა არ იყოს და იმედები გამიცრუა. მაგრამ აჯობებს, რომ სიტყვაზე არ მენდოთ და თავადაც ნახოთ ფილმი. თუ რა თქმა უნდა არ დაგეზარებათ 3 საათნახევარი ეკრანის წინ ყოფნა. ჩემი მხრიდან კი სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა თუ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. შეგიძლიათ კომენტარებში გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. თუ ახალი ხართ და მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, ან დატოვოთ მოწონება. მე კი დროებით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.